ეთერში დაგიბრუნდით მწვანარჩევები, როგორც ყოველთვის ელისო ხარჩელავა შემოგვერთა ძალიან საინტერესო თემით ლანდშაფტის ფსიქოლოგია. ელისო დილამშვიდობის არ მინდა ძვირფასი დრო დავკარგოთ და ზოგადად რა მოიაზრება ლანდშაფტის ფსიქოლოგიაში? ზოგადად ხო, რო ვთქვათ, ავხსნათ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მიმართულებით ვისაუბრებთ. კი ბატონო, დილამშვიდობის კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს. მართლა საინტერესო თემა არის და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში წამოიწია ამ თემამაც, თორე ეს მცნება ლანდშაფტის ფსიქოლოგია თუ არსებობდა, მგონი არც არავინ არ იცოდა და არც ვაქცევდით ამას ყურადღებას. ეს გამოიწია უფრო მოთხოვნილება, ყველა ვაკეთებთ, ყველას გაგვიჩნდა ის სურვილი, თუ გვაქვს რაღაცა ეზოს ნაკვეთი, თუნდაც აივანზე რაღაცას რო გავაკეთებთ, ეს რა არის, ხო? რატო გვინდება ამისი გაკეთება და ზუსტად ამაში ერთება ეს ლანდშაფტის ფსიქოლოგია. ეს არის მოცულობითი, მრავალფეროვანი, აქ შედის როგორც დეტალიზება რაღაცა ნივთების მიმართ, ოღონდ ლანდშაფტის კუთხით, ასევე ძირითადი არის მაინც ფერები. ფერების ფსიქოლოგია, ლანდშაფტის ფსიქოლოგიასთან არის აბსოლუტურად მიმართული. ეხლა რაც გამოვიკულიე და გამოვიძიე ეს ამბები, თურმე რას ნიშნავს ეს? კითხვები უნდა დავსვა საკუთარ თავს. ხო, რატო გვამშვიდებს ბუნება, ხო? ჩვენ ეხლა ეს ყველაფერი მაინც მოდის აი შორეული წარსულიდან. ადრე როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, მაქსიმალურად ბუნებასთან იყო, ხო? სინერგია, ახლოს ვიყავით, ბუნებაში ვიყავით თითქმის და რაღაცა ურბანიზაცია რო წამოვიდა და ესე მოვწყდით ამ მიწას და უკვე ქალაქებში გამოვიკეთეთ, ასე ვთქვა, გაჩნდა სინაკლები, ხო, თავისთავად ურბანიზაცია თან ერთ მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ ის არის, რომ ეს ჩვენს გამწვანებას და სიმწვანეს სადღაც უკან გრჩება. ამიტომ არის ზუსტად რომ ეს ოფისები, აივნების გამწვანება, ქალაქში ბავშვებისთვის სკვერების მოწყობა, ბაღი იქნება, სკოლა იქნება, თუნდაც უკვე სავამტყოფოების ეზოებშიც და კვლევებიც არის ამაში ჩატარებული, ძალიან სერიოზული კვლევები, რომ ის პაციენტები თურმე რომლებიც აი ხედვაში აქვთ ხეები და გამწვანება, უფრო ემორჩილებია მკურნალობას, ვიდრე ის პაციენტები, სადაც ისევ ბეტონს ხედავენ თავიანთი ფანჯრებიდან. და რაღაცა ძალიან რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური ფაქტორები არის ძალიან ბევრი რამის გამსაზღვრელი და როდესაც ვიდათ გრძნობ თავს და ბუნება კიდე ამის გარანტია, იმიტომ რომ რა ვიცი არ მეგულება ადამიანი, რომელიც არ რელაქსირდება ბუნების წიაღში. აი ზუსტად რა კარგი სიტყვა თქვით, ხო? კი. ამ შემთხვევაში და ალბათ ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ლანდშაფტის ფსიქოლოგიაში გარკვევა ლანდშაფტის დიზაინერებისთვის, აი თქვენი მოსაზრება. რა თქმა უნდა, აუცილებლად, აი თუნდაც ეხლა ცოტა ფართოდ რო ვისაუბროთ, ხო? აი ქალაქში რო გაჩნდა ამდენი გამწვანება, ეს მოთხოვნილება არის, ხო? ჩვენ არ გვეგულება ევროპაში არც ერთი დედაქალაქი, სადაც ეს გამწვანებას არ ქონდეს დიდი ადგილი და მისასალმებელია, რომ ჩვენს ქალაქშიც ამას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ნახეთ, კი ბატონო, მე 12 სართულზე ვცხოვრობ, ან მე-20 სართულზე და მჭირდება ეს გამწვანება, როცა ჩემს ახლოში იქნება ეს გამწვანებული ტერიტორია, ეს ჯერ ფსიქოლოგიურად გამშვიდებს. მერე ურთიერთობა, ადაპტირდები, საზოგადოება თან ხარ, ხო? რა ჩაკეტილ სივრცეში კი არ ხარ, ღია სივრცეში ხარ. აი ესეთ სივრცეში უკვე იქ რო ბავშვებიც რო იზრდება, ამასაც დადებითად აისახება, რა თქმა უნდა. მაგრამ იმ ქალაქის დაგეგმარებაშიც ნახეთ უკვე ფერები შემოდის. მაქსიმალურად აუცილებელია, რომ მწვანე ფერს უფრო დიდი პროცენტულობა დაეთმოს. წყლის ლურჯი ფერი შემოდის. ნახე, ლურჯი ფერი რა არის? წყალთან ასოცირდება, ხო? ეს წყალის ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს. ის რო გესმის, აი შადრევნების კულტურა არის, წყლის სარკეებსაც ვეძახით, რაღაცა ტბორები როა, თუ ბუნებრივად გვაქვს ჩვენ ადგილზე ტბები, დადებითად მოქმედებს ეს ადამიანს. გამშვიდებს, ხო? იქ შეიძლება ზოგიერთს მუზაც მოუვიდეს, გაცნობითი ურთიერთობების ადგილი გაჩნდეს. მერე ბავშვების სათამაშო ზონები, ნახეთ, აქ უფრო შემოდის უკვე
წითელი და ნარინჯისფერი, ანუ უფრო ენერგიული. და ბავშვებს ახლა როცა თამაში უნდათ, იქ არ შეიძლება მოსაწყენი ფერები იყოს, რომ მოდუნდეს. არა, პირიქით, უფრო ესეთი კაშკაშა ფერებია, ცოცხალი ფერებია და თუ დავაკვირდებით ეს სათამაშო სივრცეებიც, ზუსტად ამ ფერებზეა, ხო? წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, რომ ბავშვი კი არ მოდუნდეს, ენერგიულად იყოს და თავისი ენერგია რომ დახარჯოს აქ. კიდევ არის ესეთი სივრცეები, ძალიან არის უკვე ევროპაში და საქართველოშიც მოდუნების, რელაქსაციის სივრცეები, აქ უფრო ძირითადად იასამნის ფერები შემოდის, ხო? 7 ფერები შემოდის, სადაც ვარდისფერი. კი, აი ვარჯიში რო გინდა, იოგა ხო, ეს ძალიან ბევრი არის. ადაპტაციის უნარები სადაც არის. აი ესეთი, აი ზუსტად ასე გეგმარდება ქალაქის სკვერები და დიდი სივრცეები და მისასალმებელია და ეხლა ჩვენ ეს ლანდშაფტის დიზაინერებს რაში გვჭირდება? ზუსტად ეს რო გვჭირდება ამისი ცოდნა და ზუსტად ეს არის ის, ვინც ეს პროფესიონალებმა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ხო? ფერების მიხედვით დაგეგმარება. იმიტომ რომ ნახეთ, ურთიერთობა კი რატო არის დამკვეთთან ურთიერთობა? საინტერესო რომ მისი ფსიქოტიპი მე გავითვალისწინო და იმის და მიხედვით დავუგეგმაროთ ჩვენ ის უკვე თავის პატარა ლოკაციები. კი ბატონო და ალბათ გააჩნია კიდევ რა სახის დაუშვათ შენობაზეა საუბარი, ხო? იმის გათვალისწინებით, როგორც შინაარსობრივად, ასევე ინფრასტრუქტურულად, ანუ მორგებული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ბაღი მოდით ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, მარტო ფსიქოლოგიურად დაუშვათ სამედიცინო დაწესებულება, მეორეა საოფისე, მესამე დაუშვათ გასართობი თუ ასე შემდეგ, ხო? და საინტერესოა, რომ არის ცნობები მის შესახებ, რომ ლანდშაფტის ფსიქოლოგიას გამოყენებულია ქართულ ბაღებში. კი, ქართულ სკვერებში ჩვენ კარგი მაგალითები გვაქვს. ვერას პარკი, რომელიც ფილარმონიასთან არის. აი მართლაც ძალიან კარგად მე ეს ინფორმაცია რო წავიკითხე, მე სპეციალურად ავდექით და წავედი დავათვალიერე, იმიტომ რომ იმ კუთხით არ მქონდა ეს ბაღი დათვალიერებული. ზუსტად იქ წყალიც არის, დიდი ხეებიც არის, ისეთი ბავშვთა სათამაშო სივრცეებიც არის და ეს ამას ყველაფერს სარჩულად უდესებს ლანდშაფტის ფსიქოლოგია. რიყის პარკი, რომელიც ასე ყველას რო იზიდავს. ნახეთ იქ ამ ლანდშაფტის ფსიქოლოგიაში ნინო აი რასაოცრება არის ბილიკებსაც მნიშვნელობა აქვს. ნახეთ, როცა მოხვეულია ეს ბილიკი, ეს რაღაცა იმას უსასრულობასთან ასოცირდება და არასწორხაზოვანი და რომელიც ასე ვთქვათ, უფრო გეჭხუბებასავით. აი ესეც ბილიკების დაგეგმარება, ხიდებსაც აქვს თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა და აი რიყის პარკში გვაქვს ჩვენ ეს ნაწილები, აი ხიდით რო გადადიხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე რაღაცა დატოვე და რაღაცა ახალ სივრცეში გადადიხარ. ეს ყველაფერი კარგად არის აი ქართულ სივრცეშიც დაგეგმარებული, რომელიც არის მისასალმებელი და ეხლა რაც ახალი სკვერები გაიხსნა, აბსოლუტურად ეს არის კარგად დაცული, ჩადებული. თუმცა ეს არ არის იოლი. არა, საკმაოდ რთულია. და ზოგადად, როდესაც ამ პროფესიაზე ვსაუბრობთ, ელის ლანდშაფტის დიზაინზე, ანუ ეს ფსიქოლოგია ცალკე ისწავლება საგნად? ლანდშაფტის ფსიქოლოგია ცალკე ყოველ შემთხვევაში ჩემს დროს არ ისწავლებოდა. ეს უბრალოდ სამუშაო პროცესში მოდის ეს გამოცდილება და ბევრი ინფორმაცია. ვითარდები, შენ თვითონ ხო გინდა რომ ჩამოყალიბებული იყო, პროფესიონალი რო იყო, აბსოლუტურად ეს სწავლებადი არის და ინფორმაციები ახლა ინტერნეტ სივრცეში ძალიან კარგად თემები არის. მინდა აქვე მე ჩემს ტრენინგებზე ყოველთვის ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, რომ გოეთეს ქონდა 11 წელი მუშაობდა ეს ადამიანი ფერთა ფსიქოლოგიაზე, რომელიც ყველა დიზაინერის სამუშაო ხელსაწყოა ეს წიგნი. ისევე როგორც ინტერიერის დიზაინერები, როგორც ლოგოებს რო აკეთებენ, აი ეს დიზაინერება, ეს ყველაფერი ვიცი და ეს მე რომელ საუკუნეში იყო, ხო, გოეთე, მაგას ქონდა ეს ჩამოყალიბებული, უკვე ისე ახსნილი აქვს, ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ცოდნას ვიყენებთ. რა თქმა უნდა, ვიყენებთ და ჩვენს დამკვეთებსაც ვაწუდით ისეთ ჭკვიანურად დაგეგმარებულ ბაღების პროექტებს, რომ იმ ადამიანმა როგორც ფსიქოლოგიურად იქცნოს თავი, კომფორტი, დაცულობა.
ნახეთ დაცულობა ეს არის აი ჩემს ბაღში დაცულად უნდა ვიყო დაცულად უნდა იგრძნო თავი აი ეს არის აი ძალიან მნიშვნელოვანი დაცულად ნახეთ როგორ დაცულობის შეგრძნებას მაქსიმალურად ბევრი სიმწვანე იწევს კი ბატონო აქ არ იგულისხმება ალბათ ფიზიკური მდგომარეობა აქ არის შინაგანი მდგომარეობა რა აბსოლუტურად შინაგანი აი ანუ ეს ლანდშაფტის ფსიქოლოგია ცალკე ხეს კი არ აქვს ეს ფსიქოლოგია ეს ადამიანიდან გამომდინარე არის და მაგას ვერ გებით ჩვენ და ამიტომ ვაკეთებ სიმშვიდე დაცულობა აი ეს დაცულობა ეს არის აი უმნიშვნელოვანი აი უპირველესი აქ ამ დაცულობაში შედის თუნდაც ოჯახის წევრების გათვალისწინებაც იქ რამდენად პატარები ცხოვრობენ ამ იმაში რამდენად მოხუცები ნახეთ მოხუცებს რა უნდათ სიმშვიდე რა თქმა უნდა აბსოლუტურად სიმშვიდე ისე უნდა კომფორტული გარემო და სიმყუდროვე ბაღში უნდა იყოს სიმყუდროვე. არის ხოლმე რომ აი რაღაცა შენთვის მარტო გინდა ყოფნა, რაღაცა განმარტოება, რაღაცა ჩაისთან ერთად, წიგნი რო წაიკითხო, ხო? ეს ზუსტად ეს ყველაფერი საფუძველი უდევს ამ ლანდშაფტის ფსიქოლოგიას. ყველაფერი ალბათ მაინც დამოკიდებულია ინდივიდზე. შეიძლება მე რაღაც გარკვეულ გარემოში ვიგრძნო კომფორტულად, დაცულად და მყუდროდ თავი და თქვენ აბსოლუტურად სხვა გარემოში, ხო? ანუ ვგულისხმობ თუნდაც ინტერიერს, თუნდაც მცენარეებს. აქედან გამომდინარე ალბათ მაინც დამკვეთის ინტერესი გასათვალისწინებელია. აუცილებლად სურვილები. შეიძლება მამშვიდებს დაუშვათ იისფერი და თქვენ გამშვიდებდეთ ყვითელი, ხო? კი, გეთანხმებით. ზუსტად ნახეთ, ეხლა ეს ფერები როგორ შემოგვყავს ჩვენ ამ ლანდშაფტში. მცენარეები არის ხო ჩვენი სამუშაო მასალა, ასე ვთქვათ. აი, როცა დამკვეთამ საუბრობთ, ხო, აი ზუსტად ფერებზეც ვეკითხებით. რა ფერი გაღიზიანებთ, რა ფერს ვერ იტანთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე თვითონ მქონდა ესეთი პრაქტიკა, ძალიან მიყვარს ხოლმე ლავანდების გამოყენება და ლავანდებს ჯერ სურნელებაც ხო აქვს და ფერიც აქვს, ხო? მე რომ მიყვარს იმ დამკვეთმა არა რას ამბობო ფერსაც ვერ ვიტანო, სუნსაც ვერ ვიტანო ლავანდის, გაიგეთ და ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ იასამნის ფერები და უფრო ცივი ლავანდას რა ფერის ფოთლები აქვს, უფრო ვერცხლისფერი ფოთოლი აქვს, ხო? უკვე ეს ჩემთვის მინიშნება არის, რომ სხვა უნდა შევთავაზო, უფრო მეტი მწვანე ფოთლიანი მცენარე უნდა შევთავაზო. აი ფერების მცენარების არჩევაც მოყვავილეები, ხო? არ გაუკეთებ ახლა ამ კაც ამ ადამიანს იმ იასამნის ფერს და მის ტონალობაში რაც არის უფრო მშვიდ ფერებში გაუკეთებ და ეს ფერები ძალიან დიდია. ჩვენს ბაზარზე აბსოლუტურად არ არსებობს ისე და ნახეთ თან ყველაზე მეტად რა არის გასათვალისწინებელი და აი თუ შეიძლება ასე ვთქვათ რჩევის სახითაც. როცა შე ლანდშაფტის დიზაინერი ხარ, მე მარტო რა მიყვარს ეს არ უნდა გავითვალისწინო. ჩემი სურვილი უნდა გადავწიო და მე ჩემს ბაღს გავაკეთებ. ისეც მაქსიმალურად დამკვეთ, იმიტომ რომ ის ცხოვრობს იქ. ელისო არსებობს ტენდენციები, ხო? და ჩვენ წინა გადაცემებში ვისაუბრეთ, ძალიან ბევრს 10 წელი გრძელდება, ასე ვთქვათ, მოდა, ხო? მოდა, კი. მე 10 წელიწადში ერთხელ ხო იცვლება. კი ბატონო. და ტენდენციების გათვალისწინება ძალზედ მნიშვნელოვანია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ აი ბაღი მორგებული ხო უნდა იყოს ინფრასტრუქტურას. შენობას მორგებული. შეიცვალა უკვე სტილით, ხო? კი, გეთანხმებით. აქედან გამომდინარე, ალბათ გაზიარება დამკვეთისთვის ამ თუნდაც თანამედროვე სტანდარტების ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო და ნუ ნახეთ ახლა წარმოიდგინეთ ეს ზოგს მარტივი როგონია ლანდშაფტის დიზაინერობა. რამდენი რამე გვაქვს? ხა მარტივი არაფერი არ არის. რამდენი რამე გვაქვს ხო გასათვალისწინებელი. ჯერ გაყიდვაც უნდა იცოდე შენი თავის, ხო? მერე კლიენტთან ურთიერთობა უნდა იცოდე, მერე ტენდენციები უნდა იცოდე, ფსიქოლოგია უნდა იცოდე, სცენარები უნდა იცოდე. მოიცავს თავის. კი. აი ხა ჩვენ რო ვითხოვთ პირველ ვიზიტს აუცილებლად საპროექტო ობიექტისზე გასვლას და დათვალიერებას, ეს ჩვენი ახირება კი არ არის. ხონდა იცოდეთ არა? ხო, ხონდა იცოდე რა საკეთებ. ხო, იქ არქიტექტურა შემოვიდა, ხო, მე-21 საუკუნეში. სტილისტიკა
პრაქტიკა თქვენ კარგად აღნიშნეთ. ადრე თუ რაღაცა კოშკების ტიპის და მომრგვალებული სახლები იყო. ხო, კოშკში ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, ბაღით შესაბამისი უნდა იყოს და თუ თანამედროვე, რა თქმა უნდა, ამ თანამედროვეობაში როგორ შენ ამ ტენდენციას ითვალისწინებ, ზუსტად ამ ფსიქოლოგიასაც ითვალისწინებ და ასე უგეგმავ და ასე სთავაზობ დამკვეთს. კი ბატონო და ამ პროცესში ზოგადად ხო ნუ გუნდი ჩართულია. რა თქმა უნდა. კი ბატონო და მოდით კიდევ ერთხელ გავმიჯნოთ, ანუ მუშაობს არქიტექტორი, მუშაობს ლანდშაფტის დიზაინერი, მებაღე, არ მინდა ვინმე გამომრჩეს და ყველას აქვს თავისი ფუნქცია. ელექტრიკი მუშაობს. ხო, ნუ ეს გასაგები, მაგრამ უფრო რო დავწრილმანდ. ლანდშაფტის დიზაინერი, არქიტექტორი და მებაღე. და აბსოლუტურად ეს სამი პროფესია არის ერთმანეთისგან გამიჯნული, უბრალოდ გუნდის შეთანხმება. გუნდის შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს კულტურაც ნელ-ნელა შემოდის ჩვენთან, თორე საზღვარგარეთ, როცა ადამიანი აპირებს მიწის ნაკვეთის ყიდვას, ხო, იქ აუცილებლად არქიტექტორთან ერთად ლანდშაფტის დიზაინერიც მიყავს. ნახეთ, რომ თავიდანვე ჩაიდოს ის, რაც მომავალში უნდა გაკეთდეს იქ. საფუძველი, ხო. და არა ის, რომ ჯერ სახლი აშენდება, მე ალბათ ადამიანებია ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ნახეთ, როცა მშენებლობა მიდის, იქ შეიძლება რელიეფმა განიცადოს მკვეთრი ცვლილება. არა მიზნობრივი ხარჯიც არის, იმიტომ რომ გადაკეთება, ხო, გადაკეთება ძალიან ბევრი სწორად აღნიშნეთ, გადაკეთება ყოველთვის უფრო ძვირიჭდება. ყოველთვის მე ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ ვაპირებ ხო მიწის ნაკვეთის ყიდვას, შევარჩიე, ხო, არა უშავს, მე რა მომსახურეობა არის და მომსახურეობაში თავისთავად უნდა გადაიხადოთ, მაგრამ თავიდანვე რო სწორად გაკეთდება აი ყველაფერი, მე ნაკლები ხარჯები არის. იმიტომ რომ როცა ნახეთ, აი გადაკეთებაში, იქ რელიეფი აბსოლუტურად სხვანაირი იყო ფოტოში ვხედავ ეს რელიეფი, მე მშენებლობა რო დაიწყო, რელიეფი ხდება ცვლილებაში კვეთრად. მე იქ არის ისეთი ხრიკები დავშოთ, რასაც ვერ აქცევენ ყურადღებას და ჩვენი რეკომენდაციით, აი თუნდაც ის პირველი მიწის ჰუმუსიან მიწას რომ მოიჭრება და რომ გადაყრიან, ის ისევ თავიდან არის საყიდი. როცა ეს ინფორმაცია იცი, შენ გავლილი გაქვს უკვე ეს კონსულტაცია ლანდშაფტის დიზაინერთან, მე ურჩევ რომ მოდი ეს ჰუმუსიანი მიწა ცალკე გადავდოთ, ნუ დავკარგავთ. რომ ისე გამოგადგეს, ხო, ამაში არაფერი ფული არ გეხარჯება და ვფიქრობ, რომ ეს აი კომპლექსურად როცა კეთდება, ყოველთვის არის ძალიან კარგი შედეგი. კი ბატონო და რა თქმა უნდა, ერთმანეთის ხედვის გათვალისწინებით და ისევ მივუბრუნდეთ თავარს ლანდშაფტის ფსიქოლოგიას, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ზოგადად რამდენად მასშტაბურია ეს, რამდენად არის უკვე ჩვენს რეალობაში შემოჭრილი. თქვენ ისაუბრეთ იმაზე, რომ ანუ ქართული ბაღებში სწორედ ეს არის საფუძველი ჩადებული, თუმცა დღეს ლანდშაფტის დიზაინერები არიან თუ არა ფსიქოლოგებიც? გინდა, არ გინდა უნდა გახდე. უნდა გახდე, ეს მოიცავს იმას, რომ საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაო, რომ განვითარდე და ზუსტად ესეთი კარგი შედეგები დადო, რა შედეგიც თავიდან გაქვს ჩაფიქრებული. აბსოლუტურად ეგ როგორ არის, იცით, საკუთარ თავთან ბრძოლა და პირადი განვითარება არის როგორც პროფესიონალიზმი. ხო, აშლება რომ რაღაცა მარტო ხაზვა ვიცი, მორჩა დამთავრდა. ხო, მარტო ხაზვით ვერ მიიღებ იმ შედეგს, რაც კონდეს. ან მარტო თუნდაც მცენარები რო იცოდე, მე რა მცენარები რო იცი. ყველა დარგი არის განვითარებადი, ხო? აქედან გამომდინარე, სულ უნდა დაეწიო პროცესებს, საქმის კურსში უნდა იყო, აითვისო, შესთავაზო. კი, ზუსტად აი ნინო აი თუნდაც ეს წელიწადში ერთხელ რო ტარდება ეს მოდა, ასე ვთქვათ, ლანდშაფტური დიზაინი, ზუსტად ამას ემსახურება და ეხლა ჩვენ ეს ინფორმაცია დამალული არ არის, რატო ვიქექებით, ასე ვთქვათ, რომ ის ახალი ტენდენცია რაც არის მსოფლიოში, წამყვან ქვეყნებში, ის ნელ-ნელა მე ჩემს თავზე გადმოვიტანო, მე განვითარდე, რომ ეს საქართველოშიც დაინერგოს და განვითარდეს. ჩვენი მოყვება ახალ ტენდენციას. მოყვება უბრალოდ. ნახეთ როგორ არის, აი უფრო ახალგაზრდა ოჯახები რო არიან და ზუსტად იციან, რომ ამბავს თავისი ხელით არ გააკეთებს და ურჩევნია იმ ადამიანს სპეციალისტი მოიწვიოს და ანდობს.
თავის ცხოვრებას, ასე ვთქვათ, ანდობს სპეციალისტი. კი, უფრო ახალგაზრდები აკეთებენ, ახალგაზრდა ოჯახები. ელისო, რამე სხვა არ დავამატებდით? მე დავამატებდი რეკომენდაციის სახით უფრო მეტი დრო გავატაროთ ბუნებასთან. აი უფრო მეტი. თუნდაც ის გასვლითი ღონისძიებები, რაც არის თბილისის შემოგარენში, ეხლა მით უმეტეს შემოდგომა არის და შემოდგომა ულამაზესია და ოქტომბერი გვპირდება, რომ ძალიან მზიანი და თბილი იქნება. მაქსიმალ არ დავიზაროთ. როცა დრო გვექნება, მაქსიმალური დრო გავატაროთ ბუნებასთან, სიახლოვეში. დიდი მადლობა. თქვენ მადლობა.